ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრას ზუგდიდში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციები ესწრებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2012 წლისთვის. გრანტის მაქსიმალური ოდენება აღემატება $24,000 ამერიკულ დოლარს. ამ პროგრამას საელჩო ყოველწლიურად ატარებს. წელს პროგრამის ბოლო ვადა არის 2012 წლის 16 იანვარი და ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, იგულისხმება სკოლები და უნივერსიტეტები. ეს დემოკრატიის განვითარების პროგრამა და ხუთი მიმართულება არის ამ შემთხვევაში, ხუთ მიმართულებაზეა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი. ძალიან ფართო და ძალიან დიდი არჩევანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა. საკმაოდ დიდია, $24,000 ექვივალენტია გამოყოფილი თითოეულ გრანტზე და როგორც წარმომადგენლება გვითხრეს ჩვენ 25 პროექტი, საშუალო 25 პროექტი დაფინანსდება საქართველოში. დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი თითქმის ყოველ წელიწადს ტარდება. კონკურსის მონაწილეებმა პროექტები 2012 წლის 16 იანვრამდე უნდა წარადგინონ.